მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს მოდით ვნახოთ ჩვენ ვინ ხართ თქვენ მისთვის. და დასტავიღე მეთქი მანარაზე გავშლი და ეგრევე მაჩვენეს ეს არის ტუზი არ არის, ეს არის უბრალოდ ესეთი არკანი, რომელიც აჩვენებს ქალის მნიშვნელობას. ხშირ შემთხვევაში თქვათ ან ცოლი, ან ცოლი არა ხართ, კანონიერი ყოველ შემთხვევაში უმნიშვნელოვანი ისე ადამიანი ძალიან, რომელთანაც მაგას ბევრი რამ აკავშირებს რა. ვნახოთ. თან მან არა ისეთია, შეიძლება ახლა თქვენ თქვით, რომ არა, მასე არ არის, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ მასეა. იმიტომ რომ მან არასოდეს არ ეთყუება და ამაზე მოგიყვებით თქვენ ჩემს მარათონზე, ვინც მოვა, რომელიც ახლა ვინც უყურებს, ჩატარდება 2-3 მაინც და მე თქვენ განახებთ რა მხელა ძალა აქვს მანარას რა. ეს ძალიან მაგარითაა, თუ ფსიქოლოგი ხარ, თუ მუშაობთ ადამიანებთან და ისე თქვენთვის დაუშვოთ, ეგაც ძალიან მაგარია დასტა. დავიწყოთ ახლა ჩვენ. ჯერ ვნახოთ. ანუ რა ენერგიებში ხართ თქვენ? თქვენი პარტნიორი. და ვნახოთ ახლა ჩვენ რამდენად მნიშვნელოვანი ხართ თქვენ. გიგვანახეს უკვე, მაგრამ ჩვენ მაინც ვკითხოთ ახლა, ხო? ახლა რა ხდება თქვენ შორის? ვნახოთ და მერე უკვე ჯერ ვნახოთ რას გვეტყვიან აქ და მერე უკვე დავიწყოთ. აი ნახეთ რამხელა ძალა ხართ ამ ადამიანს, ნახეთ. აი გეტყვით ახლა აქ კიდე რას ნიშნავს, იცით? ამ არკანით გვაჩვენებენ იმას, რომ შეიძლება ადამიანი ფიქრობს იმას, რომ აი დაუშვოთ თქვენ უფრო მეტი ზღირსი ხართ. გაიგეთ, მაგრამ იმხელა ძალაა თქვენში, რომ აქ ადამიანი ხვდება, რომ აი იმის მიუხედავად, რომ ვიცი, რომ ძალიან მაგარია, ძალიან ძლიერია, ძალიან ისეთია, რომ აი რა გითხრათ, მაგრამ მაინც მინდა აი შეიძლება არც ვარ მისი ღირსი, ხო ხვდებით რა და მაინც მინდა მასთან ვიყო. გავაჩერო. დავიწყოთ ახლა ჩვენ. თქვენ, დაგვეწოდა დავფარო, ხო, იცით რომ ძალიან მან არა ისეთია, რომ ძალიან სექსუალური. ანუ, ესე იგი შეხეთ თქვენ როგორი ენერგიაში ხართ ახლა. თქვენ ხართ ამ ადამიანისთვის ძალიან მაგარი ტრიგერი, ანუ რა გეტყვით ახლა ეს რას ნიშნავს. მაგის ენერგია ეს არის, როცა თან ახლა აქ ქალი არის ძალიან ძლიერი, თქვენ ხართ და ეს ახლა კი, აი ნახეთ თქვენზე, დიდი არის რაღაცა ისეთი უცნაური პერსონა, ხო? შეიძლება თქვენ ახლა როგორი ხართ, იცით, აი ცდილობთ, რომ ეს ადამიანი გააღვიძოთ, აჩვენოთ პოტენციალი, იმიტომ რომ როცა შენ თვითონ ხარ მაგის ენერგიაში, ანუ ეს რას ნიშნავს? მე ყველაფერი შემიძლია. მე აბსოლუტურად, ანუ თქვენ თვითონ ხართ, როგორ ხედავთ, როგორ გვაჩვენეს, რომ ძლიერი ხართ, ძლიერი პიროვნება ხართ, ანუ არა ხართ ის ტიპი, რომელიც თქვათ არაფერს არ აკეთებთ. არა, ამავე დროს ძალიან გახსნილი ხართ და მაგრამ აქ ისეთი არკანი ვერ გაჩვენებთ, ახლა ასე ძალიან ისე ვერ გავაჩერებ, ახლა თუ კადრს გააჩერებთ, უცბად ნახავთ, რომ ისე არ შემიძლია, ახლა მაინც YouTube-ს არ უყვარს ეგეთი რამეები. ანუ აქ არის ისეთი ენერგია, როცა შენ უბიძგებ ადამიანს, რომ მოდი რაღაცა გავაკეთოთ, რომ მან არა საერთოდ აჩვენებს, უფრო ყოველთვის ახლა ურთიერთობაში ახლა მინიმუმ ღრი ადამიანი ხო, ჩვენ წყვილზე უყურებთ, ხო? და ანუ ეგაც ვითომ გეწინააღმდეგება, ეს როგორი შემთხვევაში არის? აი დაუშვოთ, თქვენ როგორც ქალი გინდათ რამე, ხო? აი თქვა თუ ქალს ყოველთვის უფრო მეტი უნდა ვიდრე კაცს. აი ეს არის აი ყოველთვის მასე არის რა. და ამიტომ საერთოდ ქალი, რომელიც აი ნახეთ პოზიცია გეტყვით ეგრევე აგეხსნით, აი გოგოები რო იძახენ, მე რა ვქნა, მე არაფერი არ მინდა მისგან. მე არაფერი არ მინდა რომ თქვა, უბრალოდ რომ აი ნორმალურად მომიქცეს, უბრალოდ ეს არასწორი მიდგომა, იმიტომ რომ მამაკაცები არიან საერთოდ როგორი აწყობილები. უმრავლესობას აი რო გითხრათ ძალიან ბევრი რამე უნდა, აი დაუშვოთ, აი სულ რომ აი თქვა მანქანა ყავდეს და თქვა რაღაცა არ ჭირდებათ ბევრი რამე, გაიგეთ მამაკაცებს. თუ რამეს აკეთებენ მამაკაცები, ცდილობენ გააკეთონ თქვა ისევ ქალების გულისთვის. ნახეთ ახლა გეტყვით როგორ. ანუ სიტყვაზე რო იპრანჭებიან, კარგად რო იცმევენ, თქვა მაგარი მანქანა რო უნდა, ქვეცნობიერად ეს ყველაფერი მათ ჭირდებათ, რომ მე მოვეწონო, რომ მაგარი ვარ. ანუ ის ქალებს
დავანახო როგორი ტიპი ვარ. გაიგეთ, ეს ყოველთვის მას ეს ამოძრავებს მამაკაცებს და არ გეგონოთ თქვენ რომ მარტო გოგოები ვიპრანჭებით და რაღაცებს ვაკეთებ იმისთვის რომ ჩვენც ისევ ისე კი ჩვენთვის რომ ჩვენ მე კარგად ვიგრძნოთ მაგრამ რომ მაინც რო გარეთ რო გავარ მაგარი გოგო ვარ. აი ნუ ეს ახლა მაგაზე არ შემედავოთ. მაგრამ ქალი რომელსაც არ აქვს სურვილი აი ქალს თუ არ აქვს აი ეს არ მინდა ეს არ მინდა ეს არ მინდა აი ოღონდ შენიყავი კარგად არაფერი არ გექნებათ იცოდეთ. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორ უნდა უთხრა როგორ უნდა აუხსნა ადამიანს რა გინდა ისე რომ მას მოუნდეს მისი გაკეთება. ნუ ეს სხვა თემა ახლა ნამდვილად აქ ტრენინგსაც ჩაგიტარებთ ვისაც კი გინდათ იცით სად მომძებნოთ. მაგრამ აქ არის ესეთი მომენტი, როცა ქალი ეუბნება, ეს კი ეწინააღმდეგება, იმიტომ რომ მაინც ყველა ვარიანტში ეს შეეწინააღმდეგება, მაგრამ დაფიქრდება. გაიგეთ რა ხდება და შეიძლება ეხლა აი რაღაცა ძალიან მტკივნეულ ადგილზეც აწვევით, რომ აი ნუ ესეც არის ერთგვარი, ნუ ბიძგი რა, ამიტომ ტრიგერი ხარ თქვენ რაღაცას ეუბნებით, ამით აღიზიანებთ, მაგრამ მაინც ეს გეწინააღმდეგებათ, მაგრამ არც ისე ძალიან, იმიტომ რომ ამას ახლა შეუძლია შეჭამოს ეს ქალი, მაგრამ არის მაინც აი ოდნავ რაღაც აწვევა, ანუ გეწინააღმდეგებათ ოდნავ. კარგი, თქვენ ახლა ნუ კარგი ენერგია არ არის ცუდი ნამდვილად, იმიტომ რომ შენ როცა გაქვს სურვილი, იმიტომ რომ კაცებს ვაფშე ბიჭებისთვის მაგარი თემა არის, როცა მეც უკეთებს ქალს, უფრო ქალი მე არის კმაყოფილი, ბედნიერი და მე მას ემატება რა. უფრო ეს ენერგია მიდის ქალისგან მის მიმართ და კაციც ახლა უფრო ანუ სურვილი უჩნდება რომ მე ხო მაგარი ტიპი ვარ, მე ხო უნდა დაუმტკიცო რომ ეს შემიძლია და ამ დროს მიდის რაღაც სამუშაო პროცესი თავში და მიდის სამუშაო ისეთი პროცესი, რომელიც ახლა აი კიდე რა შემიძლია გავაკეთო, რაღაცა იდეები რა, ну რაღაც, გაიგეთ, ანუ და ამ დროს საერთოდ აი ბიჭებო ვინც მიყურებთ, გაითვალისწინებთ რომ რასაც უფრო ძვირფას საჩუქარს გაუკეთებთ თქვენს ქალს, რასაც უფრო დააფასებთ იმ ქალს, ვინც თქვენს გვერდით არის, უფრო მეც მიიღებთ სამყაროდან. ეს არ არის ჩემი მოგონილი, ეს არის აქსიომა. მე ვუსმენ ძალიან ბევრ ადამიანს, აი წარმატებულს, ბევრი ურთიერთობა მაქვს წარმატებულ წყვილებთან, სადაც მე ბევრ მამაკაცს თვითონ უთქვიათ, რომ აი ჩემი ცოლის დამსახურება რაც დღეს მე გამაჩნია, იცოდეთ ეს ბიჭებო, გაითვალისწინეთ თქვენი პირველი და უმოკლესი გზა სიმდიდრესკენ არის აი ეს, რომ შენი ქალი დააფასო და გააკეთო მისთვის ყველაფერი, რომ ის უნდა იყოს, ანუ ინგლისურად ხო არის ნათქვამი happy wife, happy life. ანუ ეს არის რა. გინდა იყო ბედნიერი, უნდა იყოს შენი ქალი ბედნიერი რა, გააბედნიერე შენი ქალი, გააკეთე ყველაფერი იმისთვის, რომ მას ქონდეს კაი ხასიათზე რო იყოს, კმაყოფილი რო იყოს ყველანაირად და ნახავთ თქვენ მე რამდენად ბედნიერები იქნებით. უბრალოდ სცადეთ. ფიქრებში რა თქმა უნდა თქვენ იცით რა არის, აი თქვენ ახლა გრძნობთ, რომ თქვენი ენერგია სჭირდება მას, იმიტომ რომ ეს ახლა როგორ არის, იცით ახლა იცით რომ უფრო აქ ახლა ამ შემთხვევაში მე ხარ რადგან თქვენც ახლა მაგის როლში ხართ აი ცეცხლის ენერგია, ანუ როცა ქალი არის ზუსტად ეს ენერგია, რომელსაც შეუძლია რომ აამოძრავოს და ბიჭი შეიძლება ფიქრობს მე არ ვიცი რა გინდა. მე არ ვიცი რატო ხარ ეგეთი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ გოგო არის ძალიან აქტიური ურთიერთობაში. გრძნობაზე ნახეთ ახლა აქ როგორი სიტუაცია გვაქვს ჩვენ. სხვათა შორის აი მე რას ვეტყოდე ახლა ამ წუთში ამ არკანით, იცით, თქვენ არ ახართ დამოკიდებული ამ მამაკაცზე. და თქვენ იცით რომ თქვენ ისეთი ტიპი ხართ, რომ შეგიძლიათ თვითონ თქვენი ცხოვრება მართოთ, იმ დონეზე რომ აი როცა გინდა შეგიძლია გახვიდე ურთიერთობიდან და მაგრამ აქ ამ შემთხვევაში თქვენ იცით რომ ამ ადამიანს თქვენ სჭირდებით, მაგრამ ნახეთ როგორი საინტერესო მომენტი არის აქ. მე მომწონს ეს თქვენი სიტუაცია რომ თქვენ აი აქ ამ პოზიციით მე რა მინდა გითხრათ. აი თითქოს განგებ აღიზიანებთ ამ ადამიანს, რაღაცას ეუბნებით ისეც რომ
აი გინდათ რომ ეს ადამიანი დაიქოქოს, მოდით ასე რომ ვთქვათ. აი გინდათ, მაგრამ საჯარო გაშლა, ამიტომ მე მინდა გითხრათ კიდე ახლა მეორე ვარიანტი, რომ ძალიან ესეთი არ არის აქ სიტუაცია, ყველასთვის რა თქმა უნდა, ეს რო იყოს ახლა პირადი სხვა, მაგრამ საჯაროში იცით თქვენ რომ ახლა ბევრი ვარიანტი შეიძლება იყოს და გეტყვით რომ აქ კიდე არის ერთი პოზიცია, რომ მე აქ გოგო არის, როგორც გითხარით, წამყვანი ურთიერთობაში და შეიძლება მომენტ აქ ვიღაცისთვის არის ინფორმაცია, რომ ამომივიდა ყელში უკვე ის, რომ სულ მე როდემდე და უკვე ფიქრობთ, რომ შეიძლება ვაფშე ავდგები და წავალ ამ ურთიერთობიდან რა, იმიტომ რომ პატარა ბავშვით ხარ და კი მესმის შენი ყველაფერი, კი მესმის შენი სიტუაცია, მაგრამ აღარ მინდა რა, ეს ბავშვური ქცევები, ეს ყური ცათრევე რო ხარ, უკვე ამომივიდა ყელში. და სპეციალურად შეიძლება რაღაცა პროვოკაციასაც აკეთებთ იმისთვის, რომ თქვათ, უფრო ადვილად შეძლოთ წასვლა. არ გამოვრიცხავ. მაგრამ მაინც თქვენთვის ეს ადამიანი არის ძალიან გიყვართ რა, საყვარელი ადამიანი არის თქვენთვის, გიზიდავთ და გინდათ მასთან იყოთ ურთიერთობაში, მაგრამ აი აქ მე ვერ ვეტყვი, რომ თქვენ გინდათ მასზე გათხოვება. გაიგეთ? აი აქ ამ პოზიციით მე თუ თქვენ აი სიგიჟემდე გინდათ გათხოვება და ოღონდაც და რაღაცა, აქ ეს პოზიცია არ იქნება თქვენი, იმიტომ რომ აქ ხალი არის ძალიან დამოუკიდებელი. აქ არის ხალი, რომელსაც შეუძლია რომ სიტუაცია მართოს თვითონ. აქ არის ხალი ისეთია, რომ კაცის გარეშე ეს არ დაიკარგება და არავის არ დაეკიდება და არავის არ შეეხვეწება. გაიგეთ? უბრალოდ მიყვარ ხარ, მომწონ ხარ, მინდა შენთან და ვარ. აი ეგეთი გინდა თქვენ, აი თქვენზე ეგეთი მომენტი არის აქ. იმიტომ რომ აქ არ არის ესეთი, ისე რა ქვია, ადამიანი. არავითარ შემთხვევაში. ბიჭი ვნახოთ ახლა ჩვენ. ახლა ორივე ხართ მაღალ არკანებში. ეხლა ბიჭში მიდის ძალიან დიდი ტრანსფორმაცია. მე-20 არკანი ძალიან დიდი ტრანსფორმაციას განიცდის ეს ადამიანი, რაღაცა იცვლება მის ცხოვრებაში, რაღაცა იცვლება. მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ, აი ნახეთ, სულ მაღალი არკანები წამოვიდა, ნახეთ აქ ახლა არ. აი რაც აი შეხედეთ გოგოებო, всё, გასაგებია. ერთი ამასაც გავხსნი და ბარემ აგიხსნი და მე უკვე აქ ნახეთ როგორი სიტუაცია არის. პირველი ვარიანტი არის ესეთი. ბიჭს მე როგორც გითხარით, ამას აქ და თქვენ ეს იცით, რომ ამას აქ შიში თქვენი წასვლის. ანუ ოღონდაც არ მაგაის ტყვილი კი ბატონო შიშები, მაგრამ ამას ეშინია კიდე რისი რომ, იმიტომ რომ იცით როგორ ფიქრობს, მე მინდა რომ მარტო მე ვიყო მისი კაცი. აი ჩემს გარეშე არავინ არ ყავდეს. მაგრამ შეხედეთ, არ გეუბნება თქვენ სინამდვილეში რა ხდება, როცა მანარაში გამოდის ყურულმე, ეს თანხმეცნობიერში, ეს ყოველთვის ის მომენტი არის, რომ ადამიანი არ გაჩვენებს შენ ნამდვილ სურვილს. ანუ შეიძლება გითხროს, მოიცადე რა, თუ წახვალ და წადი რა. აი მოიცადე რა, თუ გინდა დავასრულოთ ურთიერთობა. აი ეგეთი რაღაცე, თუ გინდა და ახლა მომწერა, და აი ეგეთი ბლატაობები, ხო იცით? იმიტომ რომ ეს ესეთი ბიჭია აქ საერთოდ ეს არის და თქვენ ძალიან კარგად ხვდებით, რომ მაგის ხასიათი კარგად იცით, მაგრამ შეხედეთ, ამ დროს იმიტომ არის რომ ზოგჯერ თქვათ ახლა გოგოები რო წერენ თქვათ რეზონირდება მაგრად სიგნიფიკაცია, მაგრამ მაინც ცოტა რაღაცა ეჭვი მეპარება, შეგეპარებათ ეჭვი აი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ აქ ეს ადამიანი აჩვენებს, ანუ როგორ აჩვენებს თავის აი მოიცადე როგორ აჩვენებს ეს საქციელი როგორი აქვს ამას, როგორ აჩვენებს, აი არ აჩვენებს წესიერად, გაიგეთ? ანუ ისე იქცევა რომ კიდე მაღალი არკანი არის. ანუ ისე იქცევა უცნაურად, ზოგჯერ ხო რაღაც თავისებური ტიპია, რომ თქვენ ფიქრობთ, რომ აი 100 წელი შეიძლება არ დაიჯეროთ, რომ ხა ამას უნდა ჩემთან სერიოზული რამე, ან ამას უნდა თქვა დაუშვათ მისი ცოლი ვიყო, ან აი ეგეთი რაღაცა რა. ამ დროს ამას პირიქით აქ შიში, რომ თქვენ შეიძლება დაუშვათ ვაფშე
გაიქცევით და მიგატყვით რომ აქ დამოუკიდებელი ხალე, აქ არ არის ხალე, ანუ კაც ესე იგი რა არის, ისეთ ანუ როგორ არის, ახლა მაგას რაღაცით მაინც უნდა დაიჭიროს ხალე, გაიგეთ და როცა ხალე, აი ყველაზე საშიში ხალე არის მართლა როცა არის დამოუკიდებელი, როცა თვითონ მართავს ცხოვრება, როცა თვითონ შეუძლია რომ თქვა გააკეთოს ის იცხოვროს ისე როგორც მას სჭირდება და უნდა და ამიტომ კაცი როცა ვერ მართავს ხალს, ეხლა მაგისთვის ძალიან რთულია ეს, იმიტომ რომ დამოუკიდებული არ არის ჩემს და ამიტომ არის რომ გეუბნებით სულ რომ თქვენი საქმე უნდა გქონდეთ ყველას. ეხლა მაგალითად აი თუნდაც ჩემი მოსწავლეები გოგოები რომ მყავს, რამდენი სუთქვია რომ თქვენ ესეთი საქმე მომეცით, რომ მე ეხლა ვიცი რომ შერი არასოდეს არ მოკვდები და ადამიანებს დავეხმარები და ყოველთვის რაღაც მექნება რომ არ დამოუკიდებელი არავარ არავის. თუნდაც ნუ ეს უბრალოდ როგორც მაგალითს გეუბნებით რა. და ნუ იცით თქვენ ყურუმი ჩემთვის მნიშვნელოვანი რადგან გამოჩნდა უნდა ვთქვა ეგაც. და ამიტომ ჩემო სიხარულებო აქ ეგეთი მართ, მაგრამ შეხედეთ როგორი ურთიერთობა უნდა კოშკი. მანარაში კოშკი როგორი ენერგია იცით, როცა შენ აი რაც არ უნდა მოხდეს, ნათესავებმა ჩაირ, აი ვიღაცებმა ვინ რა უნდა უთხრეს ამას რამე, რომ მანდა ეს ურთიერთობა დაანგრიოს. აი ეს არის მანარაში, როცა გამოდის, ნუ ჩემს ვარიანტში ყოველ შემთხვევაში, ახლა წლები ვმუშაობ მანარაზე, ჯერ არ ყოფილა სხვანაირად, დაანგრევას არასოდეს არ მაჩვენებს. ყოველთვის მაჩვენებს, იმიტომ აქ არის ნახეთ ესე ხო არის, ეს არის რაღაცა, ნუ ეს ხო მილო მანარა ხო იტალიელი გოგოები ვინც იტალიაში არიან კი იცნობენ რომ აი ნახეთ ახლა როგორი ეკლესია არის ხო ასე დგას და პლუს კიდე აქ არის როგორც აი ასე ჯვარებით არის, ნუ ეს სახლები დგას, ნუ ეს არის უფრო როგორ არის აი ეხლა ვეცდები აკიხსნათ, აი ეკლესიური დაუშვათ რო არის ეკლესია და ეკლესიაში რო არის იქ სახლი, სადაც თქვათ ახლა მამოები ცხოვრობენ და ასე შემდეგ. ანუ ეს, მაგრამ როგორ ჯვარი, ანუ არაფერი რაც არ უნდა იყოს, ანუ არავითარ შემთხვევაში მე არ მინდა რომ ეს ურთიერთობა დასრულდეს. და ნახეთ, ორი არკანი ისეთი, რომელიც არჩვენებს რომ ეს ურთიერთობა არის, კი, აი ეს აჩვენებს ხშირად მონათესავების სულებს ეს კარმული, მაგრამ კარმა როგორი მომენტი არის, იცით, ანუ აქ даже ვეტყოდი რომ კი თქვენ ძალიან კარმული პარტნიორი ხართ მაგისტრის, მაგრამ ამას არავითარ შემთხვევაში არ უნდა ურთიერთობის დანგრევა, მაგრამ ტიპი არის ესეთი, რომელიც აი არ ამბობს იმას, კი, არ ამბობს სიმართლეს, გაიგეთ, არ ამბობს. მეორე ვარიანტიც ჩვენ რო ვთქვით, პირველი ვარიანტი გვაქვს და მეორე ვარიანტიც გვაქვს ჩვენ. აი მეორე ვარიანტში გოგოებო თქვენ გაქვთ ესე იგი რა ქვია ნახეთ მის გვეცნობიერში. იცით როგორ არის, უფრო მეგონა რომ სხვა ვინმე ყავს მეთქი და იმას ფიქრობს იმაზე. ფიქრობს წარსულიდან და უნდა ურთიერთობის აღდგენა, მაგრამ იცით რა არის, ახლა ესეთი არკანები რომ მე ვეტყოდი რას, რომ პირიქით ეს ტიპი ესეთი ნახე იმპერატორის ენერგიაში გამოვიდა და ამიტომ აქ არის როგორ ადამიანი, ნახეთ, თქვენ რეაქციას რაღაც უყურებს. ნახეთ, აქ ადამიანს უნდა რომ დააბრუნოს ის სიტუაცია, რომელიც იყო ადრე, სადაც ბედნიერად გრძნობდა თავს, ნახეთ. ეხლა თქვენთან აქ კიდე ნახეთ, თქვენ შორის რა ხდება ხო ვთქითხე, აქ არის სიტუაცია, თუ დაუშვათ, ნახეთ, ერთი კიდე მოდის ინფორმაცია, თუ თქვენ გაქვთ სამკუთხედი და თქვათ, ეს ადამიანი არ არის თავისუფალი. იცოდეთ, რომ ნუ აქ ერთმანეთს კი ტანჯავთ, განთავისუფლებაც კი გინდათ,
ამ სამკუთხედიდან, просто ვერ გამოდიხართ ვერც ის, ვერც თქვენ კი ბრაზდებით და უკვე ნერვები აღარა გაგდა წასვლა გინდათ, მაგრამ ეს მეორე ვარიანტს გეუბნებით რა. იმიტომ რომ ნახეთ რა ხდება, თქვენ თუ მისი ხართ, თქვათ მესამე, საყვარელი ხართ მისი, ხო, აქ ცოლზე არა, საყვარელი უფრო. ეს არ გეუბნებათ თქვენ იმას, რომ ანუ სინამდვილეში რაც არის გულში არ გეუბნებათ. თვითონაც უნდა გინდა თქვენ რომ დასრულდეს ეს სამკუთხედი, გაიგეთ, გინდათ განთავისუფლდეს. ნახეთ, აქ ასე გავაკეთოთ ჩვენ. აქ სამკუთხედი ან მესამე პირი, ან სიტუაცია რამე. ზოგჯერ მაგალითად შეიძლება სულაც არ აყავს არავინ, მაგრამ სიტუაცია არის რაღაცა, რომელიც როგორც მესამე ნაწილი, ასე რომ ვთქვათ, აქ უშლის ხელს ურთიერთობას. თუ ადამიანი არის ცოლიანი, იცოდეთ რომ კი ბატონო, ეს ადამიანი ეხლა იხსენებს წარსულს, უნდა იმ წარსულის აღდგენა, თქვენ არ გეუბნებათ, მაგრამ სულ გითვალთვალებს ეს ადამიანი თქვენ. ცოტა არეული შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ნახეთ ახლა, ანუ გაშლას როცა ვაკეთებ, ხო, აი აქ არის ასე შემოსვლა არის თქვენი სულების და მეუბნება, აბა ჩემზეც კი რეზონირდება, აბა იქნებ რაღაცა და აი ჩემოსწავლები ახლა რო იყვნენ ჩემთან კი მაგათმაც მითხრეს ეგა, რომ აი ჩვენ ხო აქ ვტრიალებთ თქვენთან და რამდენჯერ ყოფილა ეგ სიტუაცია რომ შემოვიდა ვიღაცა და მისი გაშლაც გავიდა. გაიგეთ რა ხდება? გაიგეთ, თქვენ ახლა უკვე თქვენ მიჩვეულება ხართ ჩემ გაშლებზე, იცით თქვენ რომ არის რამდენიმე საჯაროში სხვანაირად არ შემიძლია გითხრა და ამიტომ უბრალოდ როგორი თემა არის, ნახეთ, ადამიანში რაღაცა შეიცვალა, თუ ცოლიანი ეს ტიპი დაუშვათ, თქვენ არ გინდათ ეს ურთიერთობა, თქვენ წასული ხართ ამ გინდათ წასვლა, იმიტომ რომ მე პატარა ბავშვით, ახლა არ მინდა აქ ნერვებს ნუ მიშლი რა და შეიძლება ვაფშე სხვა ვიღაცა ყავთ. და თუ დაუშვათ ეს და ამ შემთხვევაში ამაში შეიცვალა რაღაცა, თქვენი დაკარგვის შიში აქვს, მაგრამ არ იცით რანაირად თქვენ გაგაჩეროს, იმიტომ რომ არც გეუბნებათ სინამდვილეში იმას, რომ თქვენ სულ გითვალთვალებს, სულ გიყურებს, სულ გათვალიერებს, შეიძლება სოციქსელები ან სადმე შორიდან დაუშვათ, თუ თქვენ ახლა გაშორებულები ხართ, მაგრამ შეიძლება სვის ისტორია უკვე დაიწყო. არა უშავს. მაგრამ ამას იცით როგორი მომენტი არის, რომ სულ ცხოვრობს წარსულით და ფიქრობს, აი როგორ ნეტაირა, რომ აღდგენა უნდა ამ ურთიერთობის, მაგრამ არ იცის როგორ და ამავე დროს მყარე. ანუ მე ვერ დავივიწყებ ამას, რაც არ უნდა იყოს, ვერ დავივიწყებ, არ შემიძლია. გაიგეთ რა ხდება? აი ეს. კარგით, ახლა მაშინ მოდით ვკითხოთ ახლა ვინ ხართ მისთვის, ეს უკვე გასაგებია არის, აქ რა ხდება ხმე. მოდით ვნახოთ თქვენ ახლა ვინ ხართ სინამდვილეში, აი თქვათ მაგისთვის ვინ ხართ მისთვის. ახლა აქ ძალიან მაგარი ტრანსფორმატორი რო ხართ მისთვის, აი ისედაც გასაგებია. აი ეს ხართ, თქვენ ხართ ქალი ოცნება, ქალი რომელიც ნამდვილად მისთვის მნიშვნელოვანია და სხვათა შორის მისი ნება რო იყოს, იქნებოდეთ აი მისი ცოლი. მაგრამ აქ რაღაცა სიტუაცია არის ისეთი, ან თქვენ არა ხართ თავისუფალი, ან ეს ადამიანი არ არის თავისუფალი, ან არის მანძილი, ან კიდე აქ არის მომენტი, შეიძლება ადამიანი არ არის სხვანაირად არათავისუფალი, მიხვდებით თქვენ თქვათ ახლა არის ესეთ ადგილზე, რომ იქიდან ვერაფერს ვერ აკეთებს და მარტო შეუძლია რომ შორიდან გიყუროს და ესეთი რაღაცა კი ბატონო რა. მაგრამ თქვენ ხართ მისი, ანუ როგორ არის იცი ოცნება, აი ნუ რაზეც ეხლა რაღა დამჭა რომ თქვათ მარტო შემიძლია ვუყურო შორიდან. მიუცდომელი. აი ჩემი კარმა ხართ მისი. კი ბატონო. ეს როგორი სიტუაცია თქვენ რომ თქვათ აქ რომ თუ დაშორებულები ხართ, უზომოდ ნანობს ეს ადამიანი. უზომოდ ნანობს ეს ადამიანი, რომ თქვენ
ნუ როგორ არის იცით? იმასაც ფიქრობს, რა ბევრი მტკენა გულის იმაზე, რომ თქვათ, რომ თქვენ შეიძლება გქონდათ, აქაც ბიძგელა ეუბნებოდეთ, თუნდაც რაღაცას თხოვდით, რომ მოდი ასე ვიყოთ, ერთად ვიყოთ რაღაცა და ეს ძალიან კარგადაც ვიცნობიერებს იმას, რომ ძალიან ბევრი გულის მტკენა გაქვთ თქვენ მისგან მიღებული, მიხვდით? ეგეთი რამეა. Всё, чем ულამაზებო, პრინციპში ხა ინფორმაცია რაც კი იყო დღეს ხა მან არა მოგვიყვა, მეგელოდებით როგორც ყოველთვის კომენტარებში, იცით თქვენ რომ ძალიან მიყვარს თქვენი კომენტარების წაკითხვა და ვინც ახალია, ხება რიცით თქვენ, მე კომენტარებში ვერ პასუხობ დროის არ ყოფნის გამო, მაგრამ თუ რამე ისეთი კითხვები არის, მე ყოველთვის ვცდილობ რომ ვიდეოში გიპასუხოთ, იმიტომ რომ ერთს რო დაებადე კითხვა შეიძლება ბევრს გქონდეს მე ეს კითხვა და ამიტომ ვცდილობ ხოლმე რომ გიპასუხოთ ასე ვიდეოს მეშვეობით. მიყვარხარ ძალიან სულ და ძალიან დიდი მადლობა კიდე მოლოცვებისთვის. ყველაფერი წავიკითხე ვისი ამოვნა და მეც გისურვებ დიდ სიხარულს, ბედნიერებას და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.